კოოპერაციის წრეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალშვილიანთა დეფინიცია კანონით არ არის განსაზღვრული დღემდე დროს, როდესაც ქალბატონი მარიკა წინ ეღობებოდა და ასე ვთქვათ, ყველაფერს კი გავხსენით ამ პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს არის სკვერი აქ. ჩვენ ქალბატონი მარიკა გვესწრება, მე ორი სიტყვას ქალბატონი მარიკა ალბათ გვესწრება. წინა ხელისუფლება მან თილწყავს, ქალაქის წყავს და ასე ვთქვათ, ჩვენს ანაბარებს ინვესტიციას. ყველაფერი რიგზეა, გარდა იმისა, რომ აი ამ ადამიანებს სახლის არის და სახლის 36 სართულიანი სახლები საარჩევნო კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩვენ ახლა ამჟამად ვიმყოფებით ასათიანის ქუჩის, ზაქარიაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ ასათიანის სკვერის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსებთან, სადაც ხვდებით მოსახლეობას და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ამ საზოგადოების წინაშე არსებობს, ეს არის მწვანე ნარგავების მოსპობის პერსპექტივა. ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროს გაყიდული აქვს ფსიქიატრიის ყოფილი კლინიკის ტერიტორია და ის მწვანე ნარგავები, რომელიც მასზე არის განთავსებული სამშენებლო კომპანიისთვის, სადაც იგეგმება 4-38 სართულიანი კორპუსის, ანუ თაუერების მშენებლობა. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და ყოვლად დაუშვებელი აქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თუ კი ჩვენ შევძელით და შევქმენით პრეცედენტი იმისა, რომ ქალაქის ცენტრში აი ამ ძალიან დიდ ფართობზე არსებული მწვანე ნარგავები გადავარჩინეთ, ამით ჩვენ ნამდვილად აღზრდით საკუთარ თავში გარემოს დაცვითი, ასე ვთქვათ, კულტურისა და განათლების ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს. და ეს იქნება პრეცედენტი მთელი ქალაქისთვის, რომ მწვანე ნარგავების შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა არის თბილისის ხელმძღვანელობის წინაშე არსებული, ვიდრე იგივე პრევენციული ჯანდაცვა, ან სკოლამდელი აღზრდა, ან ზოგადად სოციალური პაკეტებით ადამიანების უზრუნველყოფა. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ასათიანის სკვერის გადარჩენა ეს არის მამულიშვილური საქმე, ეს არის საქალაქო საქმე და არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ასათიანზე, ნუცუბიძის ქუჩაზე თუ ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ რეკრეაცია, აქ მოთამაშე ბავშვებს სჭირდებათ რეკრეაცია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც იპოდრომის ტერიტორია მთლიანად ხელყოფილი იქნა და მთლიანად ურბანულ ქსოვილს დაექვემდებარა უკვე მისი განაშენიანება, დღეს ერთადერთი პერსპექტივა რჩება იმისა, რომ ასათიანის სკვერი შენარჩუნებული იქნეს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. ყველა მიკროუბანს დასახლებას თავისი კონკრეტული პრობლემა აქვს, რომელიც შემდგომ ერთიანდება მთელი დიდ ჩვენი დედაქალაქის ერთ დიდ პრობლემად და სადგერად. ჩვენ შეიძლება დავიყვანოთ ეს ერთთავარ საკითხზე, მაგალითად საბურთალოს რაიონზე. ეს არის მწვანე საფარის შენარჩუნება. ეს არის დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენის შეკეთება, რომელიც ასე ვთქვათ ხელისუფლებამ არასწორი პოლიტიკის შედეგად, არასწორი პრივატიზაციის შედეგად, ხომ, გაყიდვის შემდგომ მთლიანად ეს პრობლემა ჩამოკიდა თითოეული ჩვენთაგანის ბიუჯეტის და ჩვენი ოჯახის შემოსავლის იმედზე. ეს არის გზების პრობლემა. ზაქარიაძის ქუჩაზე უბრალოდ ვეღარ გაივით, თუმცა ეს მესმის კიდევაც ასეთგვარი დასჯაა ძველი ხელისუფლებიდან. მე ხას უსვამ, ძველი ხელისუფლება კვლავ, ასე ვთქვათ, მოქმედებაშია თბილისის მერიაში, არავით არის ცვლილება არ განხორციელებულა. აგრეთვე აი დავიღოთ მაგალითად ასათიანის სკვერის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარზე მეტი ახალი ხელისუფლება მოსული, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც მოვა და იმედიან სიტყვას იცემდა ჩვენს თანამოქმედებას. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ პრობლემას და ყველას ვთხოვ შემოხაზოს ნომერი 3.